საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის გარე დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის წევრ დიდ ქვეყნებს სურთ გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმება, რაც მისი აზრით მნიშვნელოვნად შეამცირებს მცირე სახელმწიფოების გავლენას. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კონსენსუსის პრინციპი პატარა ქვეყნებისთვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი მექანიზმია, ხოლო მისი გაუქმება ევროკავშირს თანასწორი წევრების გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადააქცევს. ის გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ასეთ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება კანდიდატ ქვეყნებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება, რადგან მათ ექნებათ მეტი ვალდებულება, მაგრამ ნაკლები უფლება და გავლენა. ამ მსჯელობის კვალდაკვალ პაპუაშვილი სვამს შეკითხვას, რა აზრი აქვს წევრობას თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ და ასკვნის, რომ თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების პროცესის შეჩერება. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებაზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსებს ეჩქარებათ საქართველოს ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და გააქრონ ევროინტეგრაციის პროცესი. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პაპუაშვილი, რომელიც თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ უნდობლობის ჩამოყალიბებას ცდილობს და ამ გზავნილებით იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც წლების განმავლობაში რუსული ოფიციალური პირები ავრცელებენ. MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ეროვნული სიწმინდეების დაცვა დაანონსა და თქვა, რომ ამ მოტივით საფრთხეს და ციხეში წასვლას არ მოერიდება. ის ამბობს, რომ იდენტობის, ტრადიციებისა და ღირებულებების წინააღმდეგ კამპანიის ავტორები, როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ეგრეთ წოდებული აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ქართულიშვილის თქმით, ამიტომ დღეიდან ის და მისი საინიციატივო ჯგუფი მათ წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს. მოძრაობის შექმნა დაეფუძნა კომიკოს სტენდაპერ რონი ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეს. მას 22 ივლისს საკუთარ სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი ნიკოლოზ ხურცილავა დააკავეს და 2 დღეში 5,000 ლარიანი გირაო საფუძველზე გაათავისუფლეს. მას გამოძიება ძალადობას ედავებოდა. MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიცია ამბობს, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ მორიგ ძალადობრივ ჯგუფთან, რომელიც პირდაპირ მხარდაჭერილია ქართული ოცნების მიერ. მათი ერთი ნაწილი აღნიშნულს მორალის პოლიციას უწოდებს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არა მორალის პოლიცია, არამედ მასობრივი ძალადობის ინსპირაცია. მართულ გუნდში მოძრაობის დაფუძნებას მიესალმებიან. კარგია, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი ხმა იმაღლონ კულტურის, რწმენის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშწორება არ უნდა გახდეს ფორმა, რომლითაც დამნაშავეებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი აქვთ, რომ ყველამ ყველაფერი გაატაროს. თბილისში საკრებულოსთან პოლიციამ 10 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი თორნიკე თოშხუა, რომელიც უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა. საკრებულოსთან იყო ის ბანერით, რომელზეც წარწერა გაკეთებული იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. თოშხუას დაკავების შემდეგ მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ სხვა მოქალაქეებიც. პოლიციამ შემდეგ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაკავებულ სრულმა ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. საჯარო სივრცეში ეკავათ შეურაცმყოფელი ბანერები, გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სუსის უფროსის, გეკა გელაძის და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის, სოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით ციხეში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახებისგან 11,300 ლარი აიღო. ბრალდებული მათ გათავისუფლებას და შემდეგ საპროცესო შეთანხმებას დააკვირდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ბრალდებულებზეა საუბარი, რომელიც ძალოვანი უწყების ყოფილ თანამშრომელზეა საუბარი, ასევე არც ის, ვინ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს თაღლითობის საქმეზე და როდის მოხდა ფაქტი. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთის ჟარემა შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია
დაცულია დანგრეული და დაზიანებულია სახლები. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით მართვადის ავიაციო ბომბი ქალაქ ზაპოროჟიეში კერძო სახლს მოხვდა. დაიღუპა 67 წლის კაცი. მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 22 წლის ბიჭი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მუშაობა დაასრულა ქალაქ ჩერნიგოვშიც, სადაც შეტევისას დარტყმა იყო სავაჭრო ცენტრზე. შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგო და დაშავდა 25. შეტევები იყო რუსეთზეც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქსა და უდმურტეთის რესპუბლიკაში დაარტყეს საექსპორტო ტერმინალს და ნავთობ ობიექტს. უკრაინის პრეზიდენტმა დააკონკრეტა მხოლოდ მანძილი, რომელიც დარტყმის სამიზნე ობიექტებს უკრაინის საზღვრიდან აშორებს 250 და 1300 კილომეტრი. როსტოვის ოლქის გუბერნატორის თანახმად ქალაქ დონის როსტოვში დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 ადამიანი. იაროსლავის ოლქის გუბერნატორის ცნობით დაიჭრა 1 ადამიანი და დაზიანებულია რამდენიმე სახლი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უპასუხებს უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანის გემზე თავდასხმას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა კასპიის ზღვაში შორი დისტანციის დარტყმები განახორციელა გემებზე, რომელთაც სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ, რასთანაც ირანი იყო დაკავშირებული. ზელენსკიმ იერიში მიტანა ირანულ სავაჭრო გემზე და მოკლა 1 მეზღვაური. განაცხადა არაღჩიმ იქსზე და ამას უწოდა გაეროს ქარტის უხეში დარღვევა, რომელიც ისრაელის დავალებით განხორციელდა, რათა ევროპა ჩაითრიოს თავის ომში. მან დაასწინა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელ კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას მან ნათლად განაცხადა, რომ ის რაც გააკეთა მუქთახორამ კიევიდან უპასუხოდ არ დარჩება. უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები თავდასხმები განხორციელდა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ სატვირთო გემებზე, რომლებიც ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთის გადასაზიდად გამოიყენებოდა. კიევში ამბობენ, რომ თეირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩართულია პირველივე დღიდან და რომ ირანის მიერ წარმოებული შაჰიდის დრონები უკრაინის ომის ყოველდღიური რეალობა. რუმინეთი აცხადებს, რომ ქვეყნიდან აძევებს ბუქარესტში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ბოლო დღეებში რუსეთის დრონების მხრიდან რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პროტესტის ნიშნად. კონსულტაციისთვის გაიწვია რუსეთში რუმინეთის ელჩიც. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უწყებამ გამოიძახა რუსეთის ელჩი, რომელსაც გადასცეს რუმინეთის ტერიტორიის თავზე ჩამოგდებული დრონის ნამტვრევები. პროკურატურის გამოძიებამ დაადგინა, რომ დრონი რუსული წარმომავლობისაა. რუსეთის ელჩს გამოუცხადეს გადამწყვეტი პროტესტი, ხაზგასმით უთხრეს, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რომელიც ნატოს და ევროკავშირის საჰაერო სივრცის ნაწილიცაა. რუსეთის დიპლომატმა ქვეყანა უნდა დატოვოს 5 დღის განმავლობაში. მუშაობა დაასრულა რუსეთის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმამ. მე-9 მოწვევის დეპუტატების არჩევნები 2026 წლის სექტემბერშია. პლენარული სესიის ბოლოს ხდომაზე მერვე მოწვევის დუმის საქმიანობა სპიკერმა შეაჯამა, რის შემდეგაც დეპუტატებს მოუწოდა ქვეყნისთვის იბრძოლონ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მტრების მცდელობას, ქვეყანაში პანიკა არ დათესონ და განაცხადა, რომ აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება და ერთიანობა. და შემდეგ დეპუტატებს მიმართა კოლეგებო რუსეთი პუტინი გამარჯვება. პენტაგონმა შეცვალა და შეამცირა ირანთან ომის მსხვერპლის ოფიციალური მონაცემები. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის იმ წევრების რიცხვი, რომლებიც უკვე 5 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისას დაიღუპნენ ან დაიჭრნენ. ამ ნაბიჯმა დემოკრატი კანონმდებლებისა და სხვა პირების მხრიდან ბიძგი მისცა კითხვებს პენტაგონის მეთოდოლოგიაზე და ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხზე. თავდაცვის დეპარტამენტის ბოლო 27 ივლისის მონაცემებით დაიღუპა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის 14 მოსამსახურე, დაიჭრა 400-ზე მეტი. თუმცა 21 ივლისს პენტაგონის ნუსხაში 18 დაღუპული იყო დასახელებული. ეს მონაცემი მოიტანა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც 23 და 26 ივლისს.